ადგილზე, სადაც წლების განმავლობაში ბათუმის დინამოს ფეხბურთელთა თაობები იზრდებოდნენ, დღეს დასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც 2004 წელს ზღვისპირა პარკში არსებული სტადიონი დაშალეს, ბათუმის დინამოს ფეხბურთელებს ვარჯიში პირუტყვის გარემოცვაში სათანადო პირობების გარეშე შეუწევთ. ვეტერანი ფეხბურთელები ბათუმში სტადიონის არსებობას გულის ტკივილით იხსენებენ და ამბობენ, რომ წლების წინ სტადიონი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თავშეღრის ადგილი იყო. ბათუმის დინამოს დღევანდელი მდგომარეობა ნახეთ რეპორტაჟში. მინდორზე, რომელიც ბათუმის დინამოს ფეხბურთელები ყოველდღე ვარჯიშობენ, დილის პირველ ნახევარში ადლიელი ძროხების საძოვარია. დღის მეორე ნახევარში მოსულ დინამოელებს კი ნაკელი, ტალახი და უსწორმასწორო საფარი ხვდებათ. ხება ეხლა რა მდგომარეობაშიც ვართ, არ არის სახარბიელო სიტუაცია და მე ვფიქრობ აუცილებელია დინამო ბათუმისთვის და თვითონ ქალაქისთვის, ქალაქ ბათუმისთვის აუცილებელია იყოს სტადიონის პირველ რიგში და რა თქმა უნდა აუცილებელია სამწვრთნელო ბაზა, სადაც გუნდი გაივლის ვარჯიშებს. სათამაშო მინდორის გარდა ეგრეთ წოდებულ დინამოს ბაზაზე თითქმის არ არსებობს გასახდელები. შენობაში საშხაპეები ამორტიზირებულია. ხელნაკეთი საშხაპე კი დინამოელების თხოვნით არ გადავიღეთ. არც ნორმალური მინდორია, მინდორის საფარი არაფერი არ არის ნორმალური. გასახდელი რო გასახდელია, ისიც არ არის ნორმალური და დიდი იმედი გვაქვს, რომ დაუკვირდა ქალაქის მერიამაც და ყველამ, რომ გააკეთებენ. ყველა ჩვენ თაობას მოგვიწია ბათუმის სტადიონზე თამაში, მაგრამ ეს ახალგაზრდა თაობა წვალობს, იზრდებიან და სამალ წავიდნენ ბავშვები. მაშინ არ გქონდათ არც საშხაპეების პრობლემა? არა, არავით არის საშხაპეები. ჩვეულებრივად და ბასენიც ჰქონდა, თუ გინდა ბასენზე ჩავიდოდით. საშხაპეების ჰქონდა, გასახდელების ნორმალური ჰქონდა და იყო ძალიან კარგი პირობები, მაგრამ ახლა სავარჯიშო პირობებიც რო არის, ძალიან ცუდი მდგომარეობა გასახდელშიც, საშხაპეებიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და რაღაც ყველაფერი გასაკეთებელია. ფეხბურთელს, რომელსაც ელემენტარული პირობა არ აქვს ნორმალურად ივარჯიშოს, უხერხულია შედეგი მოთხოვო, აცხადებენ ვეტერანი ფეხბურთელები. ეს ის გუნდია, რომელმაც ევროტურნირებზე იასპარეზა, შემდეგ რამოდენიმე წლის შემდეგ 94-ში, 96-ში, 98-ში, ხო? და ძალიან დიდი სიხარული მოუტანა ჩვენ ქალაქს რა და ჩვენს მაყურებელს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ტრადიციები გაგრძელდეს და რა თქმა უნდა, ხელშეწყობა ჭირდება ამას რა. იმიტომ რომ ეხლა იქ სადაც ქალაქს, სადაც სტადიონი არ არის და პირველ რიგში მე მუშაობ 30 წლამდე ასაკში, ასე დუბლებში მუშაობ, დუბლ შემადგენლობაში. ახალგაზრდა ბიჭებთან და იქ სადაც პირობა არა გაქვს შენ რომ გუნდი ავარჯიშო ნორმალურად იქ რაღაც შედეგზე საუბარი ზედმეტია რა. წლების განმავლობაში ბათუმი დინამოს ბაზა და ადგილი, სადაც ბათუმელი ფეხბურთის მოყვარულები იკრიბებოდნენ 2004 წელში დაანგრიეს. 2012 წლის სტადიონი კი, რომელიც იდეაში უნდა აგებულიყო, ასე გამოიყურებოდა. 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა განცხადებების მიუხედავად ბათუმს სტადიონი არ აქვს. ეს ბათუმის დინამოს და ბათუმს თვითონ ქალაქ სტადიონი არ აქვს. და აქ ერთი რაღაც შემიძლია გითხრათ, რომ თუ სტადიონი არ იქნება, იქ ფეხბურთი არ იქნება და არ იქნება მარტო ფეხბურთი არა, მარტო სპორტი არ იქნება, საერთოდ სპორტთან შეხება არ იქნება. ჩამოსულიყო UEFA-ს წარმომადგენელი ბათუმში. მთელი ქალაქი დავათვალიერებით, ბოლოს შეგვეკითხა სტადიონი მანახეთ და რო ვერ ვანახეთ, ზემოთ და ქალაქის ზემოდანაც გადმოახედეთ. სპორტნეგი იყო რესტორანი ზემოთ. სტადიონი დამანახეს, სადაც ვერ უთხარით, იმიტომ რომ აღარ ქონდა სტადიონი. ვიდრე ქალაქს არ ექნება ევროსტანდარტების დონის სტადიონი, ბავშვთა საფეხბურთო აკადემია და სპორტის სწორი პოლიტიკა ქალაქის კლუბი წარმატებას ვერ მიაღწევს, ამბობენ ფეხბურთელები. შემოხსევრება 70 წლებში ძალიან კარგი გუნდი იყო. 74 წლის გუნდი დასახელდა საუკუნის გუნდად. პირველად 94 წელს პირველად მოხვდა ბათუმის დინამო ევროტურნირებზე. ეს თამაშები და ეს აჟიოტაჟი მაშინ იმ პერიოდში რაც ქალაქ ბათუმს ჰქონდა და თელ აჭარას და თელ საქართველოს ჰქონდა, მე მგონი ყველას გემახსოვრებათ რა რამოდენად აჟიოტაჟი იყო იმ პერიოდში და რაზე იმიღო თვითონ ბათუმში. აი დღეს ეს არაფერი არ არის. და ჩვენ გვინდა ვთხოვთ, აი დღესაც ვთხოვთ, აი ბავშვთა ფეხბურთი გვინდა აი რაღაცა განმავითაროთ, მაგრამ არანაირი პირობები ამის არ არის. ელემენტარული პირობები არ არის. ელემენტარული მე არ მომბ რაღაც სტადიონზე აღარ მაქვს ლაპარაკი. სირთულეების მიუხედავად ფეხბურთელები მუშაობას მაინც აგრძელებენ. ყველა ფეხბურთელი მაგის იმედით დავბივარ და მაგის იმედით ვარ, რომ დაგვეხმარებიან და ელემენტარულ პირობას შეგვიქმნიან, რაც კი ჭირდება ფეხბურთელს.
თვითმმართველობის არჩევნების წინ ბათუმის მერობის რამდენიმე კანდიდატმა დინამოელებს სტადიონის მშენებლობის პირობა მისცა. ვიდრე ფეხბურთელები სტადიონის მოლოდინშია, კლუბი სავარჯიშოდ ქობულეთის შუქურა სტადიონზე დადის. მაშინ როცა მოედანი რაგბისტებს ან სხვა კლუბებს არ აქვთ დაკავებული. როგორც ბანკი ჭირდება და როგორც საავადმყოფო ისევე ჭირდება სტადიონი რა.